მოგესალმებით, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა შორისაა. მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანი. ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და მკაცრად მოყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში. ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე პრემიის ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 272 დღეა უწყვეტად გამოდიან მოქალაქეები და აპროტესტებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, არ აღიარებენ ამ შედეგებს და ითხოვენ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. მინდა შეგახსენოთ დეტალები მზია ამაღლობელის საქმიდან. მზია ამაღლობელის საქმე 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, რითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავებოდა გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველ ნაწილზე. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუხარით, ისჯება ჯარიმით ან შიდა პატიმრობით ვადით 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა, მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200-ზე მეტი დღეა წინასწარ პატიმრობაშია, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უკანონო პატიმრობაში დატოვა. მინდა გითხრათ ისიც, რომ როგორც მისმა ადვოკატებმა არაერთხელ გააჟღერეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებზე, მისი პატიმრობაში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა. ისევ შეგახსენებთ, რომ ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აქ მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა არის ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ აქციებს და აქციების მოთხოვნებს ამ სულისკვეთებას უერთდება ასევე ის 8 პარტია, რომელიც არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში. აქციებს უერთდებოდა ამ დრომდე უერთდებოდნენ ლელოს წარმომადგენლები, ასევე პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენლები და როგორც ვიცით, უკვე და დადასტურებულად აქვთ მათ გაჟღერებული და უკვე კანდიდატებიც დაასახელეს, ისინი მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში. მათი არგუმენტი არის ასეთი, რომ ამ ბრძოლაში ისინი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას მარტო არ დატოვებენ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარტია თავისუფლების მოედანი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიცირებას გეგმავს. ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში
სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის განმტკიცებაში. შესწავლის შემდეგ ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ. როგორ გეგმავს თავისუფლების მოედანი საქართველოში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას, ამაზე ბათუმელებმა ჩაწერა ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ პროექტის შესახებ დეტალურად. პარტიის გეგმა ასეთია, მე გეტყვით მოკლედ, თუმცა ვცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბათუმელები ჯიზე. პარტიის გეგმა ასეთია, პარლამენტის მიერ შეიქმნება ეროვნული მეხსიერების საბჭო, რომლის შემადგენლობა და კომპლექტება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭო შეისწავლის ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, კომუნისტური პარტიისა და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივებს და გამოავლენს იმ ადამიანებს, ვინც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდა მოხალისეობრივად ან იზოლებით თანამშრომლობდა სისტემასთან. ფაქტების ასევე მინდა გითხრათ, რომ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია გმობს საქართველოში ფაქტების გადამოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას. საერთაშორისო ჯგუფები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამოწმებლებზე ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 272 დღე აიკრიბებიან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და აჟღერებენ ერთსა და იმავე მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები შეეხება ძირითადად ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, შეკრებილები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე საუბრობენ ისინი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე აქტივისტების მიმართ, საუბრობენ იმ კანონებზე, რომლებიც ოცნების პარლამენტმა დაამტკიცა ბოლო პერიოდში და ეს კანონები საფრთხეს უქმნის მათი შეფასებით, როგორც თავისუფალ მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მონიტორინგს ახორციელებდნენ საბიუჯეტო პროგრამების, ბიუჯეტის ხარჯვის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მუშაობასთან დაკავშირებით და პერიოდულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს, შეფასებებს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის უწყება და ასე შემდეგ. ასევე მოთხოვნა არის როგორც სიდისის პატიმრების გათავისუფლება, ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. შეგახსენებთ, რომ 8 პარტია, რომელიც უერთდება საპროტესტო აქციებს, არ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში. მე შევეცდები, რომ დღეს აქ აქციის მონაწილეებსაც გავესაუბროთ, გავიგოთ მათი მოსაზრებები, მათი მოთხოვნების თაობაზე. თქვენ მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში, რომ დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნები ამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მაინტერესებს ასევე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არ არის ღვთიური მანანა და ყველაფერი კარგად იქნება. რას ფიქრობთ, რა საფრთხეებს შეუქმნის ეს ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში აქციაზე თქვენის მოთხოვნები არის ის, რაც მთელი საქართველოს გარშემო უწყვეტი აქციების მოთხოვნა არის. ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი განხორციელებით და ყველა პოლიტიკოსის გათავისუფლება, ვინც რუსული აქციებიდან მოყოლებული დღემდე არიან დაკავებული ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ. რაც შეეხება უბიზოს გაუქმებას, ღვთიური მანანა ეს ტერმინი კონკრეტულად არ მესმის რომ მოგახსოვოთ, მაგრამ მე თვითონ საკუთარ თავზე გამომიცდია ამისი საჭიროება
გადაუდებელ ვითარებაში, როცა ჩემს ოჯახის წევრს ვინც ევროპაში ცხოვრობდა, მაშინ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ამ უვიზოს გამო შევძელი რომ ზუსტად 2 დღეში ჩავსულიყავი ჩემს ოჯახის წევრთან და დავხმარებოდი ისეთ ვითარებაში, რომელშიც მაშინ იყო და ძალიან მჭირდებოდა ოჯახის წევრის გვერდით ყო, იმიტომ რომ მაშინ მარტო ცხოვრობდა იქ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მაგალითი თითქმის ყველა ოჯახში იქნება, იმიტომ რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის ბოლო წელს წასული ემიგრაციაში, აქედან უმეტესობა ევროპაში ცხოვრობს და ყოველს ეყოლება ოჯახის წევრი, ვინც აქ ჩამოსვლაზე მუდმივად ფიქრობს და აქაც არიან ადამიანები, ვინც იქ ჩასვლაზე სტუმრად მუდმივად ფიქრობენ. მოდით გიხდით, მოდით თანვე უთხრათ მაშინ ჩვენს მაყურებელსაც, თითქოს ისეთი განმარტებებით წამოვიდა, რომ მე რა ვიზით წახვალთ. ეს რამხელა ბიუროკრატიას ძალიან დიდ ბიუროკრატიების გავასთან არის დაკავშირებული, ძალიან ბევრ მოსაწყენ ფორმალობასთან, ბევრ ფინანსებთან, ენერგიასთან და ამას თავი დავნებოთ შეიძლება გაიგოს ყველაფერი ადამიანმა და მაინც არ მოგცენ ეს ვიზა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და შეიძლება შენი გაღებული ეს რესურსი არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩაგიგდან ასე ვთქვათ. და ამაზე ვინმეს თუ აინტერესებს დეტალური ისტორიები, შეუძლია კითხოს იმ ადამიანებს, ვინც ჩალიჩობდნენ ამ ვიზებზე წლების განმავლობაში რა. და ძალიან ბევრი სხვა შორის სახელმწიფო სტრუქტურებში რომ მუშაობდა, ეგეთ ხალხს არ უყავდნენ ხოლმე ხანდახან ვიზას და ჩვეულებრივ ხალხს უმჭაობდათ ახლა ისე რომ შედიან და ამიტომ ხო ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრი და ის 31 აგვისტომდე ვადა რომ მისცა ქართულ ოცნებას ევროპარლამენტმა, რეალურად ეს ჩვენთვის მოცემული ვადა არის. რომ ჩვენ უნდა შეუჩიჩხინოთ ამათ ისე რომ რაღაცა ქნან. მაგრამ 200 დღეზე მეტი არის 272 დღეა ხო ბათუმში მაგალითად აქციების. კიდევ რა უნდა გააკეთოს? როგორ უნდა შეუჩიჩხინოს? კი, აი თქვენ სიტყვას გამოვიყენებ შეიძლება. კიდევ რა უნდა გააკეთოს? ქონდა პროფესიული მარშები, საკმაოდ ისეთი დიდი აქციები, როცა ვთქვათ გადავსებული იყო ქუჩები, მსვლელობები, ამას რაც მოყვა, როგორი რეპრესიული პოლიტიკა და ასე შემდეგ, ესეც ვიცით. რა და როგორ უნდა გააკეთოს კიდევ საზოგადოებამ? ჩემთვის წინააღმდეგობის ფორმა მხოლოდ აქცია არ არის, საპროტესტო აქცია და მე ესეთ კონტექსტში როცა ვფიქრობ ხოლმე, ყოველთვის მახსენდება მზია ამაღლობელის სიტყვები, რომელიც არის ბათუმის პოლიტპატიმარი. მან გითხრა თავის პირველ წერილში, რომელიც იქიდან გამოგზავნა, რომ იბრძოლეთ ყველგან. აუდიტორიებში, ქუჩაში, სახლში, ტრანსპორტში, იმაში, რესტორანში, ყველგან, სადაც ადამიანები იკრიბებიან, თქვით თქვენი საქმე. მე ხსნას ვხედავ ამაში, რომ ყველა ადამიანმა აიღოს უნდა თავისი პირადი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სადაც არ უნდა იყოს, ყველგან დააფიქსროს თავისი პროტესტი. და ასე ჩვენ შევძლებთ, რომ რაღაცნაირად ავადმოღოთ ეს სოციალური აზრი და ეს გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მისი დაიგნორება ვეღარ შეძლოს ქართულმა ოცნებამ. მადლობა, შევახსენოთ მაყურებელს თქვენი სახელი. ონისე ოქიაშვილი. მადლობა. აგრძელებთ ჩვენს ლაივს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვართ. უწყვეტი აქციების 272 დღეა, როგორც უკვე გითხარით და აქ შეკრებილები ისევ გამოვიდნენ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად, თავიანთი მოთხოვნების განსაჟღერებლად და მათი მოთხოვნები, როგორც ისაუბრა ცოტა ხნის წინ ჩვენთან რესპონდენტმა, არის უცვლელი. პირველი და მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, მაშინ როცა ოცნება ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ასევე მოთხოვნა არის გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. შეგახსენებთ ასევე, რომ ბათუმელებისა და ნედ გაზეთის მენეჯერი მზია ამაღლობელი არის წარდგენილი ვაცლავ ჰაველის პრემიაზე და ის ფინალისტებს შორის არის უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ახლა მისი ადვოკატები ემზადებიან, რომ მიმართონ სააპელაციო
ადმინისტრაციულ სასამართლოს შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ მზიამაღლობელის სასამართლო პროცესების დასრულებამდე გულისხმობ საქმის არსებით განხილვას ბათუმელებს საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. დავალიანება იყო სულ რაღაც 47,000 ლარი, გარდა საურავისა, რაც დაერიცხა ბათუმელებს დავალიანების გამო, მაშინ როცა ტელეკომპანია იმედს რამდენიმე მილიონის დავალიანება აქვს, ასევე რუსთავიორს აქვს რამდენიმე მილიონის დავალიანება, მიუხედავად ამისა, ბათუმელები მზად იყო გადანაწილებულად გადაეხადა ეს თანხა, მაინც გამოიყენა შემოსავლების სამსახურმა ეს შესაძლებლობა და ბათუმელების ანგარის ინკასო დაადო. აქ რჩებიან აქტივისტები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბათუმში წვიმიანი ამინდია, მოქალაქეები მაინც შეიკრიბენ და საპროტესტო აქცია გრძელდება. მე ამით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედნის ინიციატივაზე ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ლევან ცუცქირიძესთან ცელი ინტერვიუ ბათუმელები ჯიზე, ასევე ახალ ამბებს მიმდინარე მოვლენებზე რა ხდება ქვეყანაში შეგიძლიათ გაეცნოთ ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა, რომ გვიყურეთ. დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა.